ჩვენს ეზოში გაიშალა ელფი. აი როგორი ლამაზია. ჩემის აზრით ერთ-ერთი ულამაზესი ვარდია ხვიარა ვარდებს შორის და ზოგადად ღიაფერის ვარდებს შორის. გურჩენს უყვართ ასევე წერებსაც ეს ვარდი. ეხლა გაიშალა. შარშან დავრგე და ჯერჯერობით არის დაახლოებით 80 სანტიმეტრის სიმაღლეში. მაგრამ ის არის ხვიარა, იქნება უხვი, ხვიარა და აქ გვექნება თაღი და შეავსებს იმ თაღს ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან გაგვახარებს თავისი ყვავილობით სამომავლოდ. ეხლა რაც შეეხება მის წარმომავლობას, ტანტაუს ვარდია. როგორც ირკვევა ტანტაუს ადრეც ჰქონია მსგავსი დასახელების ვარდები, ისინი ამოიღეს ასე ვთქვათ წარმოებიდან და დღეობით ელფი არის აი ეს ვარდი. ფერი პრინციპში აღიქმება კამერის მიერ, არის კარაქისფერ, მოთეთრო და მომწვანოც გადაკრავს. აი გვერდით რომ შევხედოთ, აღიქმება მომწვანო ფერიც გადაკრავს. აი ესეთია კოკორში. აი შემდეგი მდგომარეობა გაშლამდე ოდნავ უფრო საინტერესო ფერია ვიდრე კამერაზეა. აი ესეთი ცალკე ვარდებადაც არის ტოტებზე და აი ესეთ პატარა თაიგულებადაც. და ეს არის სრულიად გაშლილი. არის საკმაოდ, აი, უყურე ვინ ვიპოვი აქ, ვის ყვარებია ეს? გამოვზენდი აქედან. ესე იგი. აი. ცოტა გულსაც აჩვენებს, მაგრამ მაინც მრავალფურცლიანი ვარდია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2.5 მეტრი შეიძლება იყოს და 1.5 მეტრი სიგანეში ჩვენი ელფი. მაგრამ ვფიქრობ უფრო მაღალ თაღსაც დაფარავს ჩვენს პირობებში, ჩვენი კლიმატის პირობებში. შემდეგ რა არის ამ ვარდთან დაკავშირებით კიდევ საინტერესო? მდგრადობა ნაცრის მიმართ და შავლაქიანობის მიმართ ძალიან მაღალი აქვს, მაგრამ ოფიციალური მონაცემებითაც წერია, რომ წვიმის მიმართ მდგრადობა ნაკლები აქვს. როგორც ყველა ღია ფერის და ესეთ დიდ გვირგვინიან ვარდებს. მაგრამ არა უშავს. რა ვქნათ? კი ბატონო, მზის მიმართ შედარებით უკეთესი აქვს მდგრადობა. ზოგი ამბობს რომ იწვისო, მაგრამ როცა ნერგი ძლიერდება, იზრდება და ძლიერდება, შემდეგ რა თქმა უნდა მისი სიჯანსაღი, აი აქ ეთყობაც სრუ იყო თუ რაღაც და რამდენი წამოიღო. უფრო უმჯობესდება რა თქმა უნდა მისი მდგრადობა, აი ამ კონდიციაში არის განსაკუთრებით ლამაზი. განსაკუთრებით და რაც მე პირადად ძალიან მომწონს ვარდებში, ეს არის ეს მახასიათებელი, რომ თითქოს ფურცელი აქვს გამჭვირვალე და შორიდან ეხლა რომ ვაკვირდები, აქ გამჭვირვალე არა აქვს მაინც და მაინც თხელი ფურცელი, ну თხელი აქვს, მაგრამ აი ძალიან თხელიც არა, მაგრამ შორიდან ეს ეფექტი თვალშისაცემი და ძალიან ლამაზი და საინტერესოა. სანთლით ვაკეთებ ხოლმე ვარდებს და იმას უგავს ფურცელი, თითქოს სანთლისგან არის. როგორი ლამაზი გოგოა. ჩვენი ელფიკო. ვიმახსოვრებთ 2025 წლის 26 მაისია, თან დამოუკიდებლობის დღეა დღეს საქართველოსი და ვნახოთ როგორ გაიზრდება, დავაკვირდეთ მის განვითარებას და ყველაფერს დავაფიქსირებთ ვიდეოთიც, ფოტოებითაც და ავტვირთავთ ჩვენს არხზე. გაიხარეთ.